ასეთი სიახლე გვაქვს რატი გრძელიშვილმა გინესის რეკორდი დაამყარა. გაინტერესებთ ალბათ რაში, ხო? მან 1 წუთის განმავლობაში ჰოკეის შაიბის 91-ჯერ აკენწვა მოახერხა. ხო და არ გაინტერესებთ აქამდე არსებული რეკორდი რამდენი იყო? ხო შეიძლება 89 იყო და 91, 90 იყო და 91. 41 იყო რეკორდი აქამდე. 40, ანუ ორჯერ უფრო მეტად გააუმჯობესა ეს არსებული რეკორდი. ახლა მოდი მოვიპატიჟოთ რატი სტუდიაში და ყველაფერი მოვაყოლოთ მას თვითონ. ეაუ, რამდენი რამე მოგიტანია. ხელის ჩამოსართმევი ადგილი. გამოითავისუფლე და ნელ-ნელა ახლა მანახე ჯერ ეს ნანახი მაქვს. კი ბატონო. ეს მარიო ლემიეს ხელმოწერით მაქვს. მაგითი ვერ გამაკვირვებ. ეს მანახე რა არის? The most flips of a hockey puck in 1 minute is 91. And was actually by Rati Gzelishvili in Kutaisi, Georgia, 29 Juni, 2024. Officially amazing. განახეთ ბატონო. აბა, რომელი კამერა იღებს ჩვენთან გინესის რეკორდებს? აჰა, შეხედეთ. მეც რო გამოვჩნდეთ, ასე. აბატონო. ეს ხო, შაიბა მანახე? აგერ შაიბა. შაიბაც მაქვს, ისი ხელმოწერით. აბა. ვლადისლავ ტრეწიაკი გაგიგია შენ? როგორ? ხო, აი, მაგის ხელმოწერით მაქვს შაიბა, მაგრამ ის ჩემი რაღაც უფრო მძიმეა. მაშინ ცოტა მძიმეები იყო ალბათ. ანუ ტრეწიაკის დრო მძიმე იყო და ეხლა კი, ცოტა დაამჩატეს ახლა. დაამჩატეს. შენ იმას გახსოვს იმაში NHL-ში კაი პრაქტიკა იყო, ჩიპს როდებდნენ შიგნით. კი. და ტელევიზორში რო ისე ჩანდა რა, მაგრამ მაგან არ გამართა. არ გამართა, არა, 2 სეზონი იყო სულ არც კი. ხალხმა ეგ საერთოდ არ მოიწონა. ხო, 2 სეზონიც კი არ იყო, რეგულარულში იყო და პლეი-ოფში ამოიღეს თუ სწორად მახსოვს. კი. კარგი, მე ამ ხნის კაცი ვარ და ჰოკეიში რო რეკორდის დამყარებელი საქართველოში მენახოს ნამდვილად არ მახსენდება. მოგვიყევი ხა, რატო გაგიჩნდა ამის იდეა ზოგადად და ანუ რა რეკორდია ხა დაახლოებით უკვე იცი ჩვენ მაყურებელმა, მაგრამ როგორ განახორციელე? კი ბატონო, ანუ პირველად, რა ვიცი, შეულებრივი დღე იყო და გავიღვიძე და გადავწყვიტე ცოტა განსხვავებულად დამეწყლა დღე. აი სხვადასხვა დღეებში მაგალითად დილით მივდიოდი უნივერსიტეტში, იქ დავდიოდი რაღაცას ვაკეთებდი. ეს ქუთაისში ხდება? კი, ქუთაისში ხდება ყველაფერი. ხო. მაგრამ გადავწყვიტე ერთი დღით გავეცე უნივერსიტეტი და ჩავთე კომპიუტერი რა. და რაღაც შემთხვევით Google-ში ამომიგდო გინესის რეკორდების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რაღაც ძალიან მაღალი კაცი იყო რა. 1-2 მეტრაზე დიდი იყო რა. და იმ მაღალი კაცის გვერდზე იყო ძალიან დაბალი ქალი რა. ასევე გინესის რეკორდები. ხო, გინესის რეკორდები. ყველაზე დაბალი, ყველაზე მაღალი. აჰა. ხო, რა ვიცი ახლა მე გადავედი რა გინესის რეკორდების სიბაზე და ოთახში შემოდის ჩემი ძმაც რა. შემოდის ჩემი ძმა ჰოკეის ჯოხით და შაიბით. აჰა. ხო და ეს ყველაფერი ახლა რომ მოხდა რავი, ყველაფერი დაირია და დავაკავშირა ერთმანეთთან. ჰოკეის შაიბა, ჰოკეის ჯოხი, გინესი და აი გადავწყვიტე, რავი, უცბად დავარტყა თავში, რომ მოდი რამეს ვნახავ ისეც, რომ ჩემს სპორტს დაუკავშირო ეს გინესის რეკორდსმენობა თქვა. ხო და გადავწყვიტე შევსულიყავი search bar-ში რა, ჩავწერე, რავი, აის ჰოკი ჩავწერე რა, ადვილად ჩავწერე, ინგლისურად ჩავწერე და ჩამოვგდო რაღაც ჩამონათვალები, სხვადასხვა ისინი იყო და ერთ-ერთ ველში იყო the most ice hockey puck juggles in 1 minute by S&S კანადელი ვიღაც იყო ეგ. კანადელს მოუგე ბიჭო, ოჩახ შენ. კანადელი ვიღაც იყო და მგონი 2 წლის წინ იყო 2022-ში გააკეთა. ეგ რეკორდი 2022-ში მოხსა და რავი, მე იქ აპლიკაციაში რო გაწევრიანებულიყავი, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევდა და მომიწევდა ყველაფერს გაკეთება მარტო რა. რავი, დავეხმარა და ჩემი ინგლისურის ცოდნა და ცოტა საკუთარი мотиваციაც რა. ხო. და რა ვიცი, შევავში აპლიკაციები, შევყარე ხალხი იქით, აქით, რა ვიცი, და საბოლოოდ ერთი თვის შემდეგ გაგზავნიდან მომდის პასუხი, რომ გილოცავთ, თქვენ შეგიძლიათ ამ რეკორდის ის რა ქვია, დამყარებაო რა. ანუ უფლება მომცეს, რომ დამემყარებინე. აჰა. გაძლევთ უფლებასო. ხო, უფლება მომცეს. მერე გამომიგზავნეს იგი
ჩამონათველი რა უნდა გამეკეთებია, როგორ უნდა გამეკეთებია, სად და ვინ უნდა მომეყვანა და მეთქი რა თვი დაბდე რაღაცა თქვა და მე მაინც დაუბრუნდი რა. დაუბრუნდი რეკორდის მოხსაზე ფიქს და ესე იგი გამომიგზავნა ეს რაღაც 5-6 ფურცლიანი რაღაც დიდი ჩამონათვალები იყო იქ ყველაფერი რომ აი ეს ადამიანი უნდა მოიყვანო, არ უნდა იცნობდეო, რავი შენთან ურთიერთობა არ უნდა ქოროდაო, ქუთაის, ანუ შენი ქალაქიდან არ უნდა იყოსო რა. მაგრამ ახლა ქერჯოლიდან შეიძლებოდა? რა ვიცი მე. ხო და გადავწყვიტე ერთ-ერთი ორგანიზაცია არის და ის ორგანიზაცია დამეხმარა რომ შემეკრიბა ისეთი ადამიანები, ვისაც არ ვიცნობდი. ხო. ახლა დადგა დღე ამ გადაღების რა. და ეს ამ რაღაცას რო ვაკეთებდი, აუდროთ არავისთვის არ მithქვია. არც ოჯახში მithქვია, არავისთვის არ მithქვია. თუმცა ოჯახის წევრებს იცნობ. კი. ხო. კი, ოჯახში. ლოგიკურად. კი. ოჯახში ჩვეულებრივად ვართ, მაგრამ არავისთვის არ მithქვია, რადგან ვიფიქრე რომ აი რო არ გამომსვლო და მე აი ცოტა ბლატაობა გამომივიდოდა რომ გინესებას ვაკეთებ. ო, რაღაცა. რა თვიდოდა ახლა მაგიდა. ადგინა ახლა ჩვენ ტყილა ბლატაობა ერთ წელში. რა თვიდოდა და უთხარი მხოლოდ ჩემს ბაკაც, ბავშვობის ბაკაც უთხარი, ისიც იმ პირობით რომ აი არავის არ ეტყვი, შენ წამოხვალ შემთხვევით გადასაღება თქვა. ანუ პრაქტიკულად ვინ არისში მიიღე მონაწილეობა. ვინ არის, კი. ჩუმად მივედი, ჩუმად წამოვედი, მარტო მაგაც უთხარი. კი. ხო. ეგრე იყო ზუსტად და რავი, გადაღების დროს ახლა ქუთაისის იქ გადავიღეთ, რა ქვია, პარკში გადავიღეთ, ქუთაისის ახალგაზრდობის პარკი არის, იქ სკეით პარკი და დადიან ახლა ხალხი მიყურებენ, გაკურებულები მოდიან, რა შვები, რა საკეთებ თქვა და ზოგი იგი იყო, ზოგი უცხოელი იყო, რა ვიცი. ზოგი აგი. ხო, აგი იგი და უხსენი ახლა სულ ყველასთან ცოტა დაძაბულობაც იყო რა. ერთი 6-7 ადამიანი იყო, ვისაც არ ვიცნობდი. ესე იგი, 2 იყო გადამღები, 2 იყო დროის თვლელი, 2 იყო სურათის გადაღები. გასაგებია. ხო, აი რა გამოვიდა. შენ რადიო რეპორტაჟი არისო? არა. ხო. და გამოვიდა, გააკეთე მოკლედ. 92 ჯერ. თავიდან ვერ გავაკეთე. ვერ გააკეთე. სულ ცადე 6 ჯერ. ანუ რამდენჯერაც მინდო და იმდენჯერ შევიდა. რეკორდის მოხსნა. ხო, 6 ჯერ. მე 6 ჯერ გამოგივიდა. კი. არა, მე 7 ჯერ. მე 7 ჯერ გამოვიდა. მე 7 ჯერ. პირველზე, ხო? ხო ვიცოდი, ახლა 41 რო იყო. ხო და რა ვიცოდი. ხო, ფიქრობდი ახლა 41-ს კი გავუკეთე, მაგრამ ცოტა რო ავწე კიდე სხვა ვერ მომიხსასკო და ეთქი 60-მდე ავალთქვა და დამივარდა 39-ს. ხო. ხელები არ ჩამიქრებია ჯერ აბას, მაგრამ მეორეზე თლა დამივარდა 3-ზე. რას ლაპარაკობ? ხო. ქარი იყო ცოტა თუ არა მე არ დამევარდა. არი იყო თან შაიბა ხომ სუბუქია. ხო. და ბოლოს მე-6-ზე ხო ავედი 79-ს, მაგრამ იყო დარჩენილი ერთი 15 წამი. და ახლა ჩემთვის რო გადავხარშე, ვიფიქრე ეს 15 წამი, კიდე რო გამოვიყენო. რატო დავკარგო? ხო, რატო დავკარგო? ხო და მეთქი კიდე ერთხელ ვცდი თქვა. ხო. ვცადე და კი ავიღე 91. მაგრამ 91 კი არ იყო, 94 იყო. მაგრამ იმგერმა დამაკლეს 3. დამპლები მაგენი. როგორ დაგაკლეს რა? რა ვიცი. მაიმუნები მაგენი. შენ ვიცი რა მითხარი? ეს ქუთაისი ჩახუტების და სითბოს ქალაქია და ეყინულის სანახები. ო. რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია ესე. ბავშვობიდან მან დავდიო რა, 15 წელია უკვე მე მგონი თუ მე. ბავშვობიდან ყინული ნახე? კი, ყინული ნახე. თავიდან ისე ფიგურულზე დავდიოდი. 2 წელი ვარ ფიგურულ სრიალზე და ფიგურულ სრიალზე. რას ლაპარაკობ? აკეთებ იმე? თლახამასე იგი არა ვარ მაგარი რა. აი იმას რა ქვია იმას ტრაინოი ტულუპ გაგიკეთებია? ტრაინოი არა. დვაინოი ვიქცევი. მაგაზე ვიქცევი. მა წეროებს ვაკეთე. აკეთებ. კი. ესე რო ტრიალებენ და ესე რო შვებიან? ესე ფეხებს უკან? მაგას გოგოები აკეთებენ, მაგრამ ჩვენი გოგოები შენ აკეთებ თუ არა? მე რას ვაკეთებ? გოგოები რას აკეთებენ? არა. ხო, რატო გამოხვედი ფიგურული სრიალიდან? მაგას რო ვერ აკეთებდი? თუ წარედე ეცი? არა, კაცო, რა ის მაგას ვერ ვაკეთე. მაგი ისე რომ მე ვარჯიშა მაგასე გავაკეთე. გააკეთებდი, ისეთი რაღაც გააკეთე, მაგას როგორ ვერ გააკეთებდი? ხო და ისა
ერთხელ მივდივარ იმაზე, რა ქვია, ვარჯიშს ფიგურულს. ხო და მოდის ჩემთან ერთად ვარჯიშზე ვიღაცა ბიჭი ჰოკეის ფორმაში იყო გამოწყობილი ახლა იგი და მოგეწონა ჰოკეის. ხო და თან ის ბაბაჩებს ვიყავდი ახლა იმაზე, რა ქვია, თაბაშზე და დაინახეო ეგერო იგიო ჰოკეის ფორმა როაციო არ გინდა შენც როცადო? ხო და მე ახლა დამაინტერესა კიდე შევყევი იმის და დავინახე ძალიან მაგრა თამაშობდები, იქ ვარჯიშობდები, იგი და მეთქი რაღა მინდა ახლა იქ თქვა ფიგურულ სრიალზე იმ გოგოებში ვიყავი 20 გოგო იყო ერთი ვიყავი მე ბიჭი დამსდევდნენ მე სულ 64-ში ყოფილიყავ შეგაძლევი რა კლუშკა აგიტყდა მაგ დროს ვერ ვიაზებდი ახლა მაგ დროს ხო და ასე შევედი ჰოკეიზე რა მიარე ესე იგი 20 გოგოს დამსახურებაა რომ შენ ჰოკეისტი გამოხდი კი 20 გოგოს დამსახურება. მეზობლები, ნათესავები, ქუთაისელები არ გეუნებიან რა ის ჰოკეი ბიძია წადი საქმეს მიხედეო? კი, რამდენჯერ თუ კაცო მაგრე რაღაც, რა ვიცი. სულ ყველა ვეუნება თითქმის. იმიტომ რომ ქართველებისთვის ხო, მაგ სპორტი არის ეგზოტიკური. ეგზოტიკურია, კი. საკმაოდ ეგზოტიკურია. გეთახვევი. მაგრამ ნელ-ნელა ხო, ახლა მე რომ ვაკვირდები. თლაჩქარა არ მოდის, მაგრამ ნელ-ნელა მოდის. ცოტა წინა პლანზე ამოდის, როგორც რაგბი იყო, რამდენიმე წლის წინ იყო რა. ეგრე იყო რაგბიც. საქართველოში ეგრე იგი არ იყო რა. ხო და რა ვიცი ახლა. დამოუკიდებელი საქართველოს უფრო პოპულარული გახდა, კი ბატონო, გეთანხმები. და საერთოდ საქართველოში ხო, ჰოკეის ისტორია იწყება 1960 წლიდან. კი, პირველი მერცხალი რო გააკეთეს გუნდი, კი ბატონო. ბაკურიანში იყო თამაში. კი, და თვითონ საკავშირო ჩემპიონატი ეთამაშა. სხვათა შორის ტარასოვი იყო ასეთი ძალიან მაგარი მსმენელი. ვლადიმირი ხო არის, მეგორი. ტარასოვი, ხო, ტარასოვი იყო CSKA-ს მსმენელი იყო, საბჭოთა კავშირში, აი ეს პირველი საბჭოთა კავშირის ნაკრების სოფლიო ჩემპიონი რო გახდა, ის ამბობდა რომ იმდენად ქართულ ხასიათში ზისო ჰოკეიო, რომ აუცილებლად გუნდი უნდა გააკეთოთ, მაგრამ გააკეთეს, მაგრამ არ იმუშავა. ანუ ვერ მიიღო, ან არასწორად მიყიდეს ქართველ გულშემატკივარს, არასწორად შეფუთეს, აქ ბევრი რაღაც შეიძლება. სად ვარჯიშობ ამ ქუთაისში? ქუთაისში ვარჯიშობ. მაინტერესებს ძალიან. ხო, ქუთაისში გვაქვს მოედანი, ყინულის მოედანი ქვია, წყალტუბოს გადასახვევით. ყინულის მოედანი ქვია თუ არის რეალურად ყინული? ყინული არის. და ქვია. არის. ხო, ახლა მე არ მიყვარს, სადაც ახლა ქუთაისში უწყლო აუზში ცურვას ასწავლიან, ახლა ხო შეიძლება ჰოკეიც უყინულოდ გასწავლონ. კი. ხო, მაგრამ არის, წყალტუბოს გადასახვევთან. წყალტუბოს გადასახვევ. მოდით გასცრილებთ რა. დათვები ქვია თქვენ გუნდს? კი, თეთრი დათვები ვარ ჩვენ ქუთაისის. ქუთაისის თეთრი დათვები და ვის ეთამაშებით? თბილისს ვეთამაშებით, ბაკურიანს და ბათუმს. 4 გუნდია. 4 გუნდი ვარ საქართველოში. და სულ ყველას აქვს თავის მოედანი? თუ ყველა თქვენთან ჩამოდის? ჩვენთან რო ჩამოდიოდნენ? ჩვენ არ გვაქვს მაგრიანი მოედანი, რო ჩამოვიდნენ. ჩვენ გვაქვს პატარა მოედანი. მარტო სავარჯიშო. სავარჯიშო მოედანი. ცალკარას თამაშობთ ხოლმე. სტოპიატი არის ჰოკეიში? ამასე პატარა არა. ჰოკეიში სტოპიატი არის? არა. სტოსემი არის, ოღონდ სტოსემი. დაახლოებით არის მაგრიანი. დაახლოებით არის. ისე შეძახილები როგორია ხოლმე, როგორ ხომაგობენ? დათვები, თეთრი დათვები? რა ვიცი, ახ მე სიმართლე რო გითხრათ, ახ ჰოკეისტები საერთოდ რო ვართ მოედანზე, არაფერი არ გვესმის. არაფერი. რატო, არავინ არ ესწრება თუ? არა, კაცო, მაგას კი არ გეუბნებით. მაგალითად, ახლა წველი რო გვიყვირის იქიდან, ხო? ჩვენ არ გვესმის, იმიტომ რომ ჩვენ წვირი ვართ იქ. უყვირი ვართ ერთმანეთს. ხო და რომელ ყვირის მოусმინოთ ახლა და რა ვიცი. ხო, თეთრი დათვები კარგია, მაგრამ ნახე ქართულ გუნდს ჰოკეისი, ცოტა ისეთი აი ცივი ყანწი მაგალითად. შეიძლება, რა ვიცი. გაყინული გელა კორძაძე. კლუბი როა, გაყინული გელა კორძაძე, ასე რომ ხომაგობენ. გაყინული გელა კორძაძე. და ის რო გაქვთ, რა ქვია, გუნდის ემბლემა ოთხკუთხედ ყინულში გელა კორძაძე. შეიძლება, ვიფიქრეთ. და ოც სათვალე ზემოდან ადევს. ანუ სათვალე არ არის ჩატნეული. გელა კორძაძეა ჩატნეული და სათვალე აბა წავიდა გაყინული გელა კორძაძე. გაყინული გელა კორძაძეები. ხო არის დათვები, გაყინული გელა კორძაძეები. კი ბატონო. და აქ იმაზე გახატიათ დიდი სათვალე ესეთი. კი. და ქვემოთ სიტყვა ახლა ასე წერია. არ არის მაგარი? საკმაოდ კაიდია. ძალიან მაგარია. ნაკრებში ხარ ჯერ თუ არა? არა. ცველი ხარ თუ თავდამსხმელი? მარჯვენა თავდასხმა. მარჯვენა გარემარბი ხარ, მარჯვენა ვარ, მაგრამ მარცხენა ვარ. მარჯვენა გარემარბი ცაცია, გამოდის ჰოკეის მესი. ოცნებობ NHL-ში თამაშზე? როგორ არა? NHL-ში, KHL-ში,
CHL-ს AHL-ში არ ითამაშებდი? როგორ არა, რაც დამეძახო და მე წავალ. ევროპაშიც რა ბუნდესლიგას არ ითამაშებდი? ან შვედეთის ჩემპიონატს, ფინეთის ჩემპიონატს, ავსტრიას აქვს კარგი ლიგა ძალიან, შვეიცარიას კარგი ლიგა, არანაირი პრობლემა არ არის. დაუძახეთ თქვენ კიდე. რა იყო რა? დაუძახეთ ბავშვს. ვის ხომაგობ იქ NHL-ში? თვითონ ადამიანს თუ გუნდს? გუნდს. Oilers. Edmonton Oilers. Edmonton Oilers. მაგრამ მარტო მაგას არა. კიდე ვინ მოგწონს? Boston Bruins-ი და პინგვინები. პინგვინები აჰა, ძლივს ჩემი. აგერა. პინგვინები. მე პინგვინები და დეტროიტი. მე. Detroit Wings ძალიან მაგარი არის. იყო მაგარი თუ არა ეხლა რა ის მაგარია. მაგარი იყო ძალიან. პიროვნებას თვითონ ხოკეის. ახლა Oilers-ი თუ ხარ გრეცკი უნდა იყო წესით. გრეცკი მაგდევიდი იცი? ეხლა მაგდევიდი ხარ, ასლაბარაკო, მაგდევიდი იციო, მე გვიდე და გულის. მაგდევიდიც ვიცი, ნიუჯეთ ჰოპკინსიც ვიცი, ლეო დრაიზაიტლიც ვიცი. და ნერსიც ვიცი და ევანდერ კეინიც ვიცი. ჰიუჯისიც ვიცი და ოვეჩკინი ეს უკვე ვაშინგტონია ძმა. მე თუ ჩავჭრი თქვა. ეს უკვე ვაშინგტონია, კაცო. ბრუინში ვინ გევასება? ბრედ მარშანდი თუ დავით პასტერნაკი უფრო? უფრო პასტრანაკი. პასტარნაკი. კაცი. მაგათ კიდე კრეიჩი ყავდათ მაგარი 88. 88. მე 88 ვარ და მაგით. მართლა? 88 კიდე ვინ არის? 88 აი. ჩიკაგოში. პატრიკ კეინი. და კიდე ვინ იყო მაგარი 88 ნომერი? მაღალი რო იყო. იგი. ერიკ ლინდროსი. აუ მაგი არ ვიცი. ერიკ ლინდროსი. ო, შენ იცი რომ გინესთან მეც მაქვს ძალიან ახლო შეხება. აბა? ოღონდ ჩემი გინესი თხევადია, შავია და ცოტას ათრობს. რამდენია რეკორდი? ჩემი პირადი. ხო. 8 კათხა. გინესი მძიმე დასალევია. თან მე არ ვარ დიდად ლუდის მოყვარული, მაგრამ გინესი მიყვარს. ასე რომ აწი რომ მოხვალთ ხოლმე შეგიძლიათ მოიტანოთ თითო კილა არაფერი. მოდი ახლა მე და შენ ვეცადოთ და კომბინირებული რეკორდი დავამყაროთ. ერთად გავიდეთ რეკორდზე, შენ აკენწლე და მე ამასობაში ჰოკეის გუნდებს ჩამოვთვლი. კი ბატონო. მოგლეთ, ვეცდები, თან მე სწრაფად კი არ ვიტყვი, ნელ-ნელა წავუყვები, თან რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული, მაგას წინასწარ არ გეტყვი. წავიდა. Edmonton Oilers-ი, Vancouver Canucks-ი, Winnipeg Jets-ი, Calgary Flames-ი, Ottawa Senators-ი, Toronto Maple Leafs-ი, ყოჩახ, ჩამოვიდეთ ქვემოთ ახლა, New York Islanders-ი, New York Rangers-ი, Boston Bruins-ი, Pittsburgh Penguins-ი, Philadelphia Flyers-ი, Detroit Red Wings-ი, Colorado Avalanche-ი, Utah ახალი გუნდია, Seattle, ესეც შედარებით ახალი გუნდია, გააგრძელე, Seattle შედარებით ახალი გუნდია, მერე Colorado, Carolina Hurricanes-ი, Florida Panthers-ი, Tampa Bay Lightning-ი, შენ ხარ ჩემი ბატონი, წავიდეთ სადა მერე Anaheim-ი, Anaheim Mighty Ducks-ი, დაგივარდა? არა. Anaheim Mighty Ducks-ი, Anaheim Mighty Ducks-ი, Anaheim Mighty Ducks-ი, კაი, Colorado ვთქვით, ვინ დაგვრჩა? ძველ კლუბებსაც გეტყვი, Hartford Whalers-ი მაგალითად, Winnipeg Jets-ი ძველი, Quebec Nordics-ი, Montreal Canadiens-ი, შემონახული მქონდა, დააგდე. აი ასე. რამდენი იყო? ახლა შევთავარი რა არის აქ მე ჩაფიქრებული რა მქონდა. ხო. რომელ კლუბზეც დავარდებოდა, იმ კლუბში ითამაშებ, Montreal Canadiens-ში გადადიხარ. გადავა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო რატი გრძალიშვილი.